პოლიციელის მკვლელობის საქმე გახსნილი ამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 31 წლის ახალგაზრდა სამართალდამცველებმა სარფის საბაჟოზე დააკავეს. შემთხვევა გვიან ღამით ბათუმში ერთ-ერთ კლუბში მოხდა, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭერის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი სასიკვდილოდ დაიჭრა. ჯენი კვანტალიანი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. ჯენი, ამ დროისთვის დამატებით რა ახალი დეტალებია შენთვის ცნობილი? თქვენ ახლა კადრში ხედავთ ობიექტს, სადაც ღამის საათებში ცეცხლსასროლი იარაღით 22 წლის თარაშ მუკბანიანს თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. როგორც აღნიშნული კლუბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ დროისთვის სრული ინფორმაცია არ გააჩნიათ, რა მოხდა კლუბში. თანამშრომლები და მომსახურე პერსონალი დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორც კლუბის დირექტორი აცხადებს, აღნიშნულ კლუბში მსგავსი სიტუაცია არ ყოფილა და ეს კლუბი უკვე აგვისტოს თვიდან ფუნქციონირებს. სამუშაო საათები იწყება 12 საათის შემდეგ და გრძელდება დილის 4 საათამდე. ერთ-ერთი ვერსიით მოხდა შელაპარაკება პოლიციელსა და რიგით მოქალაქეს შორის, რომლის შედეგადაც უკვე, როგორც უკვე გითხარით, ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა გასროლა თავის არეში და ახალგაზრდა მეშვიდე განყოფილების მთავარი სამმართველოს პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა. რა მოხდა ამაზე კონკრეტული პასუხისგაცემა არ შემიძლია. ფუნქციონირებს აგვისტოს თვიდან დაახლოებით ღამის 2-3 საათამდე მუშაობს კლუბი. ჩვეულებრივი რეჟიმით. მსგავსი ინციდენტები არ ყოფილა? არასდროს არ ყოფილა. პირველი შემთხვევა იყო და თამაც ტრაგიკულად დამთავრდა. აღნიშნული ღამის კლუბი ლეგასი მდებარეობს სასტუმროს პირველ სართულზე. აღნიშნული სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ, რადგან ღამის სმენაში არ იმყოფებოდნენ და ცვლა შეცვლილია. ხოლო რაც შეეხება აქვე მდებარე ბინის კორპუსებს, მოსახლეობა აცხადებს, რომ სროლის ხმა არ გაუგონიათ, მხოლოდ შეესწრენ იმას, რომ ხმაური იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის შემდეგაც უკვე სამართალდამცველებმა ტერიტორიასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. აი, პირველ სართულზე ცხოვრობდა, просто გავხედე ბალკონიდან, ხმაური იყო, ხალხი და მილიცია და всё ეგ იყო. მე თუ ვერაფერს ვერ გეკუთვნით, ამდენად არ მისულა და ზემოდან ვადონებდი თვალს. სულ ეგ იყო. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს გუშინათთან დაკავშირებით. ახალი მოსული ვარ და ახალი სმენაა და არ ვიცი, იქ რა მოხდა. ამ დროისთვის ოჯახის წევრები არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენ მუშაობთ აღნიშნულ თემაზე და ვრცლად უკვე მომდევნო გამოშვებაში გიამბობთ.